ეროვნულ არქივში დაცული ქართული კინომუსიკა ციფრულ მატარებლებზე გადააქვთ. ახალი პროექტის ფარგლებში მე-20 საუკუნის ქართული ფილმების მუსიკის კომპიუტერული ვერსია შეიქმნება. კინოსურათების მუსიკალური ნაწილის ორიგინალები ეროვნული არქივის საცავებში უკვე 10 წლებია ინახება. აუდიო მასალის გაციფრების პროცესი რამდენიმე თვეში დასრულდება, როგორ მიმდინარეობს ძველი ჩანაწერების აღდგენა და თანამედროვე აუდიო სივრცეში გადატანა ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. მაგნიტურ ფირებზე აჟღერებული მელოდია, რომელიც ათეულობით წელს ითვლის, ციფრულ მატარებლებზე გადადის. გიორგი ცაბაძის ნაწარმოები თავის დროზე ფილმ მოიტაცეს თამარ ქალისთვის შეიქმნა. შემდეგ კი ის კინოფოტოფონო დოკუმენტების არქივის უნიკალურ შენაძენად იქცა. აუდიო დოკუმენტების გაციფრების პროცესში ძველი სტანდარტის მაგნიტური ფირებიდან მუსიკა თანამედროვე კომპიუტერულ სისტემაზე იწერება. ხდება ამ ფირების მაგნიტოფონზე გაშვება და კომპიუტერში გადატანა. უდიდესი ნაწილი ქართული მხატვრული ფილმების მუსიკალური ნაწარმოებებისა თავმოყრილია ჩვენ საცავებში, არის ცნობილი კომპოზიტორების მიერ შექმნილი ნაწარმოებები და ეს ნაწარმოებები იწერებოდა ამ ფილმების გადაღების მომენტში კინოსტუდია ქართული ფილმის ბაზაზე. იმისთვის, რომ ქართული კინომუსიკაში თანამამრავლობას პირვანდელი სახით შემორჩეს, არქივში დაცულ მუსიკალურ ფირებს აღდგენითი სამუშაოებიც უტარდებათ. ეს კინომუსიკა ჩაწერილი არის მაგნიტურ ფირებზე, როგორც საერთოდ ხდებოდა ხოლმე გასულ საუკუნეში. შესაბამისად, ამ კინომუსიკის დაცვა მაგნიტური ფირების მეშვეობით საკმაოდ დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ზიანდება ეს ფირები მათი ხშირი გამოყენების გამო და შესაბამისად ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ გადაგვეწერა თითოეული მაგნიტური ფირი უკვე ელექტრონულ მატარებელზე. ფონოფონში დაცული 200-მდე ქართული მხატვრული ფილმის მუსიკალური მასალის ჩანაწერები არქივის უნიკალური ნაწილია. აქ ქართული კინოს ისტორია სწორედ მაგნიტურ ფირზე ჩაწერილი მელოდიები გვიყვებიან. თითოეული მუსიკალური ჩანაწერი წლებთან ერთად უფრო მეტ ღირებულებას იძენს. კოლექციის უძველესი ნიმუში 1937 წლით თარიღდება. ჩვენს ხელთ არის ერთ-ერთი უძველესი დოკუმენტი, ეს არის მუსიკა კინოფილმიდან არსენა. მისი კომპოზიტორია კილაძე და შემსრულებელი არის საქართველოს სიმფონიური ორკესტრი. ეს არის 1937 წლის ჩანაწერი, რომელიც ერთ-ერთი უნიკალური და უძველესი დოკუმენტია ჩვენს ფონო არქივში. მოგეხსენებათ, ეს დაცული არის მაგნიტურ ფირზე, რომელიც უკვე დღესდღეობით უკვე გადატანილია ციფრულ მატარებელზე. ფირების გაციფრებასთან ერთად არქივში ელექტრონულ მონაცემთა ბაზაც იქნება, რომელიც ყველა ჩანაწერის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გააერთიანებს.